დანგრეულ სახლში, ფაქტობრივად ქუჩაში მცხოვრები 5 ბავშვი საშინლად იტანჯება. მრავალშვილიან ოჯახს ძლივს გააქვს თავი თვიდან თვემდე. მშობლებს დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებათ შვილების გამოყვება. შეიბრალეთ ბავშვები, მათ სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება. ბავშვები შეყუჟულები არიან პატარა ოთახში, რომელიც ართმება. საწოლი ყველას არ აქვს. აქ არც იატაკია. უფროს ბიჭებს მიწაზე დაფენილ თხელნეებზე უწევთ წოლა. მთელი ღამე სიცივისგან კანკალებენ. დედა გემუდარებათ, რომ ის მშვენიერ შვილებს გადარჩენის იმედი აჩუქოთ. მას წამს და იმედი აქვს, რომ თქვენი დახმარებით შეძლებს ამ საშინელების დაცლებას. ბუნებრივი აირი არა გვაქვს, თვებით დენზე, გათბობა უნდათ ბავშვებს. ანუ საფირფარეში ჩვენ არა გვაქვს ნორმალური, ქუჩაში გვაქვს. სამზარეულო საერთოდ არა მაქვს. სასადილოს სარგებლობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც ირიცხება სოციალურები, ის მეტი წილის ბავშვზე მიდის, ბავშვებზე მიდის. უხნაში წყალი ჩამოდის და ტუალეტში წყალი ჩამოდის. და ეგ უფრო მეშინია, იმიტომ ხოლმე დედასაც განსამართავთ, ის წყალი არ ჩამოვიდეს წვიმის დროს და არ დაესხას და დენმა არ დაარტყას. ჩვენ თვითონ გადაგვიფენია პარკი, რომ მე წვიმა ჩამოდის, ყველაფერი სვალდება და გვიწევს პარკის ყიდვა. გულს აგროვებ? დედა ჩემს სჭირდება და მიწევს ამოიღო. მაგალითად რისთვის? პატარა ძმისთვის პამპერსები. ავიღებდი, დედას მივსებდი და პამპერსი ყიდიდა. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.